ბეჭდვის საშუალებებში, ინტერნეტ საშუალებებში ვრცელდება ლექსი, ყველაფერი კარგად იქნება, და ეს ლექსი გასაღებულია როგორც პატრიარქის მიერ დაწერილი ლექსი. ეს ლექსი ვრცელდება სხვადასხვა საშუალებებით, ხელნაწერების საშუალებებით, ვრცელდება ეკლესიებში და ამ ლექსის ავტორობას მიაწერებენ მის უწმინდესობას. მე მინდა განვაცხადო, რომ ამ ლექსის ავტორი არ გახლავთ უწმინდესი, არ არის მის მიერ დაწერილი და ჩვენთვის გაუგებარია, რატო ვრცელდება, რატო ხდება ესეთი რამ. ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციები, ეს გადაუმოწმებელი ფაქტების ესეთი ფართოდ გაშუქება და გავრცელება საზოგადოებაში. ასევე სხვადასხვა გაზეთებმა, მათ შორის ჯორჯიან ტაისმა, გამოაქვეყნა ეს ლექსი და ჩვენი თხოვნა არის შემდგომში, თუ იქნება ესეთი ფაქტი, იქნეს გადამოწმებული საპატრიარქოსთან, მის სამდივნოსთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს აი ამ ესეთი ლექსის იქნება თუ სხვადასხვა შეხედულებების გავრცელება, ასე რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მიმართავთ საზოგადოებას, რომ არ შევიდნენ ისინი შეცდომაში და არ მიიჩნიონ ამ ლექსის ავტორად მისი უწმინდესობა.